ძალიან ადრე დავუბრუნდი 17-18 წლის ვიყავი, როდესაც ორივე მშობელი გარდაიცვალა და სახლში დარჩი მარტო მე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იშვიათად იყო ოჯახი, სადაც ერთი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ დღეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვართ ოჯახში, იმიტომ რომ ჩემს გვერდით ცხოვრობს ძალადობა გამოვლილი ბავშვი. მე დედა ჩემის და მამა ჩემის სიყვარულის დროს შეძენილი და გაკეთებული სახლი გავყიდე ხვისიშვილისთვის და ვუმკურნალე. და მინდა გითხრათ, რომ მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი, მე არ ვცხოვრობ ისე, როგორც ლადო აფხაზავას უნდოდა ცხოვრება, მე ვცხოვრობ ამ ბავშვებისთვის. ერთი სკოლიდან გადარბენა მეორე სკოლაში და რამდენიმე კილომეტრების გავლა, ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხი დავდივარ. აქედან გამომდინარე ვთხოვთ, გაითვალისწინოთ, ვინც აქ ვართ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და მე ძალიან გთხოვთ, რომ არ მსურს, რომ ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და აი ამ საქმეში მთელი სადღაც 100 მასწავლებელი ჩავრთო. ამიტომ ზედმეტი უხერხულობის გარეშე გთხოვთ, რომ ეს სანქცია მოგვიხსნათ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გაგვისტუმროთ დარბაზიდან. მადლობა.